შენობა, რომლის მთელი ჩაყოლება სართულის ფაქტობრივად მეექვსედი მოწყდა და ადგილზე, ანუ წამში გაჭყლიტა ადამიანები, ხო? ანუ ამაზე ვლაპარაკობთ რა. რა პრინციპით შეფასდა ნაკლებად ავარიულად ხარისხზე მესამე მეხუთეზე რო ვლაპარაკი. ანუ როგორ უნდა ვენტო. სიმართლეში გივი ჩხარტიშვილმა რო უარესი თქვა და მათი პასუხისმგებლობა რომ ამაშიც წამოიწია, ამასაც ვერ ხვდებიან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ადგილი. საჯარო მოხელეების პროფკავშირს აქვს გავრცელებული 2024 წელს არის თუ არ ვცდები გაცემული სავაჭრო ობიექტების და სარეკლამო აბრების მოწყობის ნებართვები. ანუ 2024 წელს და თვითონ თავისი პირით ამბობს კალაძე რომ 5 წლის განმავლობაში ჩვენ კომუნიკაცია გქონდა მოსახლეობასთან რომ შენობა არის სავალალო მდგომარეობაში. თუ დაუშვათ კალაძე რასაც ამტკიცებს რომ ეს გასახლება არ შეუძლია და დაუშვათ ასია, ხო ხა, ანუ რაც დოკუმენტებით აღმოჩნდა რომ ესე არის. ესე როგორ ჩანს არაა რა, მაგრამ აი ასეც რომ იყოს, ანუ ეგ ხა ჩემი პასუხისმგებლობა რატოა, ხო, პარტია არის, რომელსაც ხელისუფლების ყველა შტო მონოპოლიზებული აქვს რეალურად პარლამენტში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, თვითმმართველ ქალაქებში, ანუ მხოლოდ თვითონ არიან და ყველანაირი ძალაუფლება აქვთ, რომ არ ვიცი რაღაცნაირად არასწორი კანონი გამოასწოროს. ესე იგი, ისა მარინა ხატიაშვილი რომ ლამის ტანკები მიაყენო გამოსასახლებლად, ანუ ეგ რაღაცნაირად დაშვებულია ამ ქვეყანაში, ხო? მელახშის მოთხოვნით